აი თვითონ მიზეზი არის ძნელი სათქმელი, იმიტომ რომ მართულ კრიზისს რა მოცანა შეიძლებოდა ქონოდა. ხო? მაგალითად ეხლა თუ საუბარია იმაზე, ეგეთი ვერსიებით გამოითქმის, რომ სპეციალურად ჩააქრეს იმისთვის, რომ აი მაგალითად ჰესები ააშენ. ხო? მაგრამ უბრალოდ მაშინ ახსნა უნდა იყოს ეგეთი, ხო? აი თვითონ ოფიციალური დასკვნა, რომ ჩაქრობის მიზეზი არის, იმიტომ რომ ის რომ სიმძლავრე არ ყოფნიდა, სიმძლავრე არ ყოფნიდა, არ დაუსახელები არა ჩაქრობის მიზეზად. იმიტომ რომ ზაფხულში სიმძლავრე ყოფნის. სიმძლავრე არ ყოფნიდა, მაგას ვერ იძახიან. ყოფნის ზაფხულში რასაც გამოიმუშავებს საქართველოს ენერგოსისტემა, მაგას მოвихმართ. დეფიციტი არ აქვს. შესაბამისად, რაღაც ჰესი არ გვეყო და მთელი საქართველო გაითიშა. მაგას ვერ იძახიან იმხელა სისულელეა. ამიტომ ეგ მაგისტვის რო თიშავდნენ, მაგ არგუმენტს ვერ ამბობენ და მაშინ რა აზრեք თუ მაგ არგუმენტს ვერ იძახ, ხო? თან ამასთან ერთად, თუ სიმძლავრის უკმარისობას დაასახელებენ, მან აუცილებლად დადგება შემდეგი შინაარსის პრეტენზია. საქართველოში არის ათეულობით კრიპტომაინინგის ფერმა. კრიპტომაინინგი არის ეს ბიტკოინების, კრიპტოკოინების გენერირების საწარმოები, რომლებიც ციფრულ გენერირებას ახდენენ ამ კრიპტოვალუტის და მოიხმარს ეს უზარმაზარ ოდენობის ელექტროენერგიას. მან კარგად რო წარმოვიდგინოთ რა ოდენობის ელექტროენერგიაზე საუბარი, ზოგადად ეს კიდე იქ რაღაცა ბევრი გაურკვევლობა ამ თემაში, მაგრამ აი ზოგადად რას ფაქტიურად აღიარებენ, წელიწადში 700 მილიონ კილოვატზე მეტ ენერგიას მოიხმარს ეს ჯამში კრიპტომაინინგის სფერო საქართველოში. ეს არის დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე მთელი კახეთი რასაც მოიხმარს. აი 2.5-ჯერ მეტია ქუთაისის მოხმარებას. აი 2.5 ქუთაისი წარმოიდგინეთ, ამის ელექტროენერგია მიემართება რაღაცა ციფრული კოინების გენერირებას. ციფრული ფულისა, ციფრული ვალუტის გენერირებას, ხო? ეხლა ვიღაცებს შეიძლება თქვას ეს რაღაცა მე ხო არის სარფიანია, მონგებიანია, რაღაც ეს ფულია, ხო? ეს არის ფაქტიურად ფულის ფორმა, რომელთაც სიმდიდრეს იღებს ვიღაცა. მაგრამ ეს არის თავისუფალი ეკონომიკურ ზონებში დაფუძნებული მაინინგ კომპანიები, რომლებიც ფაქტიურად გადასახადებს არ იხდიან. ანუ ამათ მესაკუთრებული არაფერი არჩება, ასე რომ. არაფერი არჩება. მეტიც კაცო, არაფერი არჩება კი არა. ამათ შეღავათიან ფასებში მიეწოდება ელექტროენერგია. ანუ კიდე ჩვენ ვიხდით, ჩვენ გვიძვირდება ელექტროენერგია, იმიტომ რომ იმათ შეღავათიან ფასებში ჩვენი ჯიბიდან ენერგია მიდის. ესენი ამითი აგენერირებენ კრიპტოვალუტას, რომელთაც არაფერ გადასახადებს არ იხდიან და უბრალოდ მიდის ამათ ჯიბეში. მთელი ეს კომპანიები სხვადასხვა მესაკუთრეებზეა გაფორმებული, ოღონდ ამათ უკან დგას ივანიშვილის. მაგალითად არის ბაჩიაშვილი რო დააპატიმრეს, ხო იცი, მაგას რას ერჩევენ? ერთ-ერთი ასეთი კომპანიის დირექტორი იყო და მოპარა რაღაც კოლოსალური თანხის კრიპტოვალუტა ივანიშვილს. მილიარდზე თუ მილიარდის ოდენობის კრიპტოვალუტაზე იყო საუბარი, რომელიც ივანიშვილს მოპარა. ივანიშვილი ითხოვდა ამის დაბრუნებას და მე რაღაც გარიგდე რომ ის დააბრუნოს. ხო და ეხა თუ აქ საუბარია იმაზე, რომ უკმარისობა ენერგიის და მაგიტო გაითიშა და ამ არგუმენტით მე რაღაც ჰესების დამატების ის დადგება, რა ქვია, დღის წესრიგში დადგება ჰესების დამატების იდეა, მან აუცილებლად ივანიშვილს აუცილებლად დაუდგება შემდეგი შინაარსის პრეტენზია. ახლა 750 მილიონი კილოვატი წელიწადში ეს არის ნახევარი იმისა, რაც ნამახვა ჰესე იყო გათვლილი. ნამახვა ჰესის ნახევარი მიდის ამათ მოხმარებას. ხო და რა ვიცი, უბრალოდ გათიშეთ მაშინაც მაინინგი არაფერს რო არ გვაძლევს და აღარც უკმარისობა იქნება და ნუ აი ჩათვალე ნახევარი
ეს იქნება ხალხი რაც ელექტროენერგია გამომუშავდება საქართველოში ხო რამდენი პროცენტი ხმარდება თვითონ საქართველოს და რამდენი პროცენტი იყიდება უბრალოდ ეგ ცალკე თემა უბრალოდ ეს აი კრიპტო მაინინგი მთელი საქართველოს მოხმარების 5%-ს იმართავენ 5% მიდის აი კრიპტო ვალუტის გენერირებაზე რომელიც არის უბრალოდ ვალუტა რომელშიც არაფერ გადასახადებს არ ეხდიან და მიდის ივანიშვილის ჯიბეში მოგებაში ამიტომ ეს არგუმენტი დაუდგებათ და ეგ მაგიტომ რამდენად მაგაზე იყო მიმართული ეს გათიშვა რომ მოდი ახლა ხესები დავამატოთ გავთიშო ჩუქი გამოჩნდეთ არაკომპეტენტურება და ნერე იმას ხესების შენებას მისაჭიროებას გამოვაცხადებთ ხო მანდ ამათაც დაუდგებათ კითხო მაშინ ეს მაინინგები გათიშა ეხლა სხვა ვარიანტია საბოტაჟი აი საბოტაჟი გააკეთა ვიღაცა თუ ვიღაცამ საბოტაჟი გააკეთა ეგ საბოტაჟი და საბოტაჟის მუქლით მიმდინარეობს გამოძიება უბრალოდ ეგ საბოტაჟი ეხლა ივანიშვილის წინააღმდეგ ყოფილა აბა ვის წინააღმდეგ გააკეთეს ვიღაცის წინააღმდეგ ვინც ივანიშვილის ქვემოთ არის ივანიშვილის დავალებით მოხდა საბოტაჟი არაფერ შეერჭირდება ივანიშვილის ქვემოთ ვინ არის კობახიძე მაგაზე წონადი ფიგურა არ არის ხო კობახიძის მოშორებისთვის ივანიშვილის მთელი საქართველოსთვის შუქის გათიშვა არ ჭირდება სხვავე შეუძლია გააგდოს ისე რომ ყველა და რომ დაიჭიროს ხმას არავინ არ ამოიფიქროს ხო და ამიტომ გამარჯობათ მოგესალმებით შოთა გამარჯობა მივესალმებით ცოტა ისეთ მდგომარეობაში ვერ ჩაგერთებ ტრადიციულად რა და ანუ ეხლა რაზეაც ვსაუბრობ ჩვენ მინდა ერთი ის შენი აზრიც მაინტერესებს ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოვიდა და განცხადება გააკეთა ადამიანმა აი ხალხო ხო ხედავთ რომ აუცილებელია ანუ შეაშინა საზოგადოება თუ არ დაგვეთანხმებით შუქი ჩაქლება ეს გამოვიდა რა რომ და მე თან ისეს დააყოლა რომ აი ჩვენ ჰესებზე ქონდა აქცენტები და მეეო ვიღაცები იყვნენო გამოსულებიო მაგის წინააღმდეგო და აგერ თქვენთვის მოგვინდიაო რა და ხო არ ფიქრობ რომ საზოგადოების შემზარდება ხდება ფსიქოლოგიური რომ თითქოს რაღაც ჰესების აშენება უნდა თითქოს რაღაცა სინამდვილეში გიორგის თქმის არ იყო ჩვენა გვაქვს საქართველოში იმდენი ელექტროენერგია რომ მოვიხმართ მაგას და არ გავყიდოთ ანუ ეგ გამოგვადგეს და ამ ახალგაზრდა ყმაწვილმა საზოგადოებას პირდაპირ რაღაც აი ტერორის სახით უთხრა პირდაპირ რომ აი თუ არ დაგვიჯერებ ჩაგიქრობ ჩუბს აი ეს ტიპი იყო რა შეიძლება თეორიულად უბრალოდ მაგ შემთხვევაში მაგაზე ვილაპარაკე მანამდე რომ მაგ შემთხვევაში დადგება ასევე აუცილებლად პრეტენზია ნახევარ ნამახვან ჰესის სიმძლავრეს რომ მოიხმარს თქვენი კრიპტოვალუტების წარმოება ეს ბიტკოინების ფერმები მაშინ ეგ გათიშეთ ჯერ ანუ ჰესის აშენება თუ არის თუ დეფიციტის გამო გაითიშე ჯერ ერთი უნდა გვითხრას თავრობა რომ დეფიციტის გამო გაითიშე და უნდა დაასაბუთო მე უნდა პირველი ნაბიჯი იყოს გათიშეთ კრიპტოვალუტის წარმოება ივანიშვილის საკუთრებაში არსებული კრიპტოვალუტის წარმოება რომელიც 2 კახეთის ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს ამითი უნდა დაიწყო და ეგ რამდენად ამათ აწყობთ ეგ არ ვიცი მაგრამ თუ ამაზე წავასაუბარი მაშინ პირველ რიგში ხაზგასმით ხალხმა ეგ უნდა მოითხოვოს ხაზგასმით მაგრამ თუ მეორე ვერსია საბოტაჟთან მქონდა საქმე, მაშინ საბოტაჟს ახდენდა ვიღაც ისეთი სერიოზული, ვინც რავი ივანიშვილის წინააღმდეგ ახდენდა პირდაპირ საბოტაჟს. აი შოთა, ეხლა საბოტაჟზე ვლაპარაკობ და დივერსიაზე, იმიტომ რომ იქ გაჟღერდა ვიღაც ფანგანი იყო ფალგანი, ესეთი ექსპერტი, რომელიც იძახდა ჩვენ არ გამოვრიცხავთ საბოტაჟი მოხდა, დივერსიული არ არის გამოვრიცხული დივერსიული აქტი იყო
მაგრამ ჩვენ რითო ვარ დაწმუნებულები გინდა 10 ჰესი ააჩენო რომ იმათ ჰესიაც არ მოხდეს ის დივერსიული პრობლემა არის დივერსიის აღმოფხვის უნარი არ გავაჩნია ჩვენ და ვაშენებთ მაინც იგივე სამიზნეს ხო ხო ნახე აი პრობლემა არის შემდეგი აი ხო ჩვენ გავიდე 3 კვირა თუ რამდენი ხანი გავიდე პირველი გათიშვით ხო ეხლა მარჩიელობა იმაზე რატო გაითიშა აი ხო მიზნესი შეუძლებელია არ იცოდე. ანუ ზუსტად დარწმუნებულები შეგვიძლია ვიყოთ რომ იციან. იმიტომ რომ შეუძლებელია არ იცოდენ 3 კვირაში მთელ საქართველოს რატო გაეთიშა დენი. რაღაც ისეთი ხდება, რაც იმდენად არაპოპულარულია, რომ არ იძახია. ეხა ეგ ვიღა დეპუტატი გამოვიდა და აი ხო რაღაცა ჰესი რო აგვეშენებინა რაღაცა ეგ არის თანმდევი ყურადღების გადატანის რაღაცა მცდელობები. მაგრამ რეალობა არის შემდეგი. ოფიციალური დასკვნა 3 კვირა თუ არ არის მთელ საქართველოს რატო გაეთიშა დენი, ეგ არ არის იმ მიზეზით რომ არ იციან. შეუძლებელია ეგეთი რაღაცა. უეჭველი იციან, უბრალოდ იმდენად არაპოპულარული მიზეზია, რომ ვერ ამბობენ. რა არის ეს არაპოპულარული მიზეზი? მხოლოდ შეგვიძლია იმარჩიელო. ერთ-ერთი რაც აზრად შეიძლება მოგვივიდეს არის ის რომ იმდენად ცუდ მდგომარეობაში ჯამში ინფრასტრუქტურა იმდენად ცუდ მდგომარეობაში იმდენად გაუმართავია რომ მოხდა მიყოლებით რამდენჯერ ვეღარ უძლებს დატვირთვას არა ის რომ სიმძლავრე არ ყოფნის იმიტომ რომ მაგას პირველივე დღეს იტყოდნენ კაცო ეგეთი მარტივი მიზეზით რო იყოს რომ აი ჰესი რო არ ამაშენებინე ხალხო თქვენი ბრალია ეხლა მაგიტო გამეთიშა პირველივე დღეს გამოვარდებოდნენ და თქვენ მოდებდნენ მაგმიზეს მაგრამ მაგმიზეს ხო არ ამბობენ ოფიციალურად რაღაცაზე დუმან ხო და აი ეს დუმილი რაღაცაზე არის იმდენად მიზეზი არის რაღაცა არაპოპულარული ხდება ეს არაპოპულარული ჩვენ არ ვიცით რა არის მაგრამ აი დაუშვათ ერთ-ერთი ვერსია არის რომ იმდენად ამორტიზებული მდგომარეობაში ინფრასტრუქტურა უბრალოდ რაღაც მომენტში ითიშება აი იგივე პრინციპით მუშაობს სახში რაღაცა წლების განმავლობაში ელექტროგაყვანილობა რო არ გაკეთებულა მერე იწყებს ხარვეზების მიცემას ხო ეგრეა რაღაც ადგილზე ხურდება რაღაც ადგილზე წყდება რაღაც ადგილზე იწვება ხო ცვეთა აქ ეგრე მუშაობს იგივე პრინციპია მასშტაბურ სისტემაზეც და ხომ არა გვაქვს საქმე იმ მდგომარეობასთან რომ აი მთელი ეს სისტემა ესენი რომ რაღაცა იმას მილიარდობით დოლარის პარალელურად ბიტკოინების გენერირებას ახდენენ და შეღავათიან ფასებში იღებენ ელექტროენერგიას ეხლა რომ გამოვიდენ და თქვეს ენის ფასს გიძვირებთ იმიტომ რომ ამორტიზებულია სისტემა და თუ არ განახლდა სისტემა ვეღარ გაუძლებს ხომ არ არის ეს სისტემის განახლების გადაწყვეტილება მიღებული დაგვიანებით ეს ხო პირდაპირ ამათი კომპეტენციის საკითხია არა ამაზე ხო ვერ იტყვიან ხალხო თქვენ ჰესი რო არ ამაშენებინეთ სიმძლავრე არ მეყოდა თქვენი ბრალიაო ეს არის რაღაც ამათი ბრალი ხო შესაბამისად რაღაც ისეთი ხდება რაც არაპოპულარული რისი თქვაც არ უნდათ ერთ-ერთი რაც აი ლოგიკურად ჯიუტად შეიძლება იკვეთებოდეს ერთ-ერთი ამას გავს და სხვა რამე რო ყოფილიყო ეგრევე იტყოდნენ გარწმუნებთ კაცო 3 კვირაში კი არა მეორე დღეს იცოდნენ ზუსტად რანაირად გაითიშა დენი შეუძლებელი ეგეთი რაღაცა მთელ საქართველოში დენი გაითიშა და 3 კვირა ვერ გამოიძიეს არც რას ნიშნავს იმას ვიძიებ საბოტაჟს ვიძიებ და 3 კვირა ვერ გამოვიძიეს საბოტაჟი რა საბოტაჟს იძიებ ვიღაცა მივიდა და იმას დააჭირა ღილაკს დააჭირა და გამოითიშა რა საბოტაჟი რა სისულელი ეს მაგათიშვის მერე კიდევ გაითიშა ხო მეორე იმ დილისაც გაითიშა დილით ერთია და აი მაგალითად მაგის მერე ხო ახლა იმერეთში ვარ მე წყალტუბოში ვარ და ესე იგი წინა კვირას ჩამოვედით საღამოს 9 საათზე მოდის დენი და პირველ საათზე რო ითიშება ღამე ფაქტიურად თელი დღე შუქი არ არის წარმოიდგინეთ ეხლა არ ვიცი სხვა რეგიონებში რა ხდება მაგრამ დღეს ორჯერ დავრეკეთ
პასუხს ვერ გაძლევენ, ანუ პირდაპირ გეუბნებიან, რომ ჩვენთან არაფერი პრობლემა არ არის, რაღაც მაღალი ძაბვის რაღაცა იქ დაზიანდა, ამას გვეუბნებიან. ანუ პასუხი არ არსებობს რა. წარმოიდგინეთ ახლა ლამის ერთი თვე, რავი, სოფელში დენი არა გაქვს. ხო? აი ამ პერიოდში. ერთი სამ კვირაზე მეტია უკვე რა. და მე მგონი მასიურად ხდება, იმიტომ რომ გაიხედავ, ხო, ეხლა წყალტუბო და ქუთაისი გვერდარი, ხო და არ ჩანს, რომ ჩაქრება ვაფშე სრული სიბნელეა რა საერთოდ რა. აი არსად არ ჩანს, რომ რაღაც განათებულები იყოს. გაუკვირია ჯერ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოთქვათ, მაგრამ ერთი შეგვიძლია ვიცოდეთ, იციან რატო გაითიშა, სამი კვირა რომ არ გვეუბნებიან, ისე არ აწყობთ, რომ აი ვერ მოიგონეს, აი ვერსია ვერ იქნებ ხალხს დაავიწყდეს და სხვა რაღაცაზე იფიქროს, აი ეგ არის.